ეს იყო მე აფხაზეთისთვის 2021, რომელსაც უკვე ჩვენ ვუწოდებთ მანდარინები 2021 და მე ასევე მგონია რომ ცოტა აფხაზეთის ოსკარებიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ვართ აფხაზეთიდან და უშუალოდ ბევრი ჩემი კოლეგა, ცოტა ჩემი თაობის ბევრი ადამიანი მათ საზოგადოება კარგად იცნობს და ამ პროექტის მიზანია რომ აი ეს ახალი თაობის მართლაც თვალსაჩინო წარმომადგენლები და ეს ახალი თაობა წარადგინათ. ყველა სულოცავ ძალიან მიამაყებით და იმედი ვქს რომ მომავალ წელს კიდევ უფრო ბევრ საინტერესო გმირს აღმოვაჩენთ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან გამიხარდა ამ ჯილდოს მიღება, რაღაც განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს იმის მიხედვით რომ მე თვითონ ფიზიკურად არა ვარ ნამყოფი, ეს მოგონებებია რომელიც მშობლებისგან, დედისგან და ბებიისგან მომდევს ასე ვთქვა და იმედი მაქვს რომ დავბრუნდებით აუცილებლად და ერთხელ მექნება მან კონცერტი, ერთხელ კი არა ბევრჯერ მექნება და დაგვადეჭებთ ყველას და ამ მანდარის აუცილებლად იქ ჩავიდეთ. აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა არის განსაკუთრებული ჩემთვის. მათ შორის ეს დაჯილდოებაც, ეს ჯილდოც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ დაკავშირებულია აფხაზეთთან. სულ ცოტა ამის გამო მაინც. და რა თქმა უნდა, როცა რაღაცის გამო ადამიანები გაფასებენ, ესეც რა თქმა უნდა სასიამოვნოა. აი ასეთი გამორჩეული აფხაზეთელების გვერდზე ყოფნა იყო ძალიან სასიამოვნო და რაღაც განსაკუთრებული გზნობა იყო. ჩემთვის რავი ძალიან ემოციური არის აი ამ ჯილდოს მიღება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი ყველამ ვინც გადაწყვიტა რომ ეს დღეს მე უნდა მქონოდა ეს ჯილდო. რაც შეეხება ამ პროექტს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის რომ ჩვენსა და აფხაზ ძმებს შორის არ გაწყდეს ურთიერთობა, ესეც ვფიქრობ ერთი პატარა აგური არის იმისთვის რომ ჩვენ მივაწვინოთ აფხაზ ძმებს რომ არასდროს დავივიწყებთ ჩვენს კუთხეს.